დღეს არის სტუდიური ჩაწერა. დღეს არის სტუდიური ჩაწერა და როგორც წინა გადაცემიდან შეიტყეთ თქვენი ყავის ფოტოშორის წინა გადაცემის წამყვანი მე არ ვყოფილვარ და როგორც თქვენ გადაცემაში შეიტყობდით შემდეგ გადაცემაში გთავაზობთ სტუმარს რომელიც აგერ უკვე ახალია ველოდება პირდაპირ ეთერში. ბატონი ზურალეგიაშვილი გამოჩენილი სახელი გვარი არ გვინდა, კაი? ხო, სახელი გვარი არ გვინდა, ამის მერე სახელმწიფოს აღარ ვიტყვით. ემონტი გერგვენიძე. გერგვენიძე. მე ვარ ემონტი გერგვენიძე, რომელიც არის თაფლის ექსპერტი. იგივე ფუტკარი კაცი. ფუტკროლოგი. ხო. თაფლის ექსპერტი არის იმიტომ რომ არაზე გამომდინარე. არამედ მან რომ შრომელი კაცია. არამედ მან რომ შრომელი კაცია. ფუტკროლოგი. შრომელი კაცია და ასე ვთქვათ დაზოვლილი კაცია. არ უყვარს რკალები. უყვარს ზოლები. ზოოლოგი. გადავიდეთ შეკითხვით ბატონ ზოოლოგთან. რატომ მაინც და მაინც ფუტკარი? ფუტკარი. პირველ რიგში ფუტკარი არის წერი, რომელსაც არ აქვს იშვიათობა. პირველ რიგში და მეორე რიგში განუხრელი, დამთავრებული და განუხრელი, უზადო, უადო და არ აქვს თავში რაც თქვი. გაიმაროთ კიდევ ერთხელ? ეგრეც ვიცოდი რომ არ გაიმაროდება. როგორც მოკლედ ამიანი. ორივეს დაგვავიწყდა რა თქვა პირველი, მაგრამ ზოლები რო ვთქვათ, ალბათ დამესახვებით. Sorry, I'm going to go to ორივეს. გავით. ჩვენ გადაცემაში გათამაშება იცით? გათამაშება კი დღეს გავიგე. და თამაშდება სტეპლერი, რომელიც ამ კურდების მოპოვო. სტეპ მამ, სტეპ ლერის ფოტოშოპში. ლერი იყო ჩემი ზვაგაცი. სახელი არის ქალის და კაცის სახელი. ლევანი არის კაცი. მადლერი. კაცის მადლერი ვასადზე. არის სტეპლერის ეს ორი სახეობა სტეპლერი. არის სტეპლერი, სტეპლორი და ეინეკენი. ეინეკენი. ეს თქვენგანაც საჩუქრად ესეთ გადათამაშება გვაქვს. საჩუქრად გადმოგეცემათ და თქვენ უნდა გაათამაშოთ. ავის კითხვა სავარაუდო პასუხები და თუ გინდათ რომ მოიგოთ ეს სტეპლერი, უნდა გამოიცნოთ შემდეგი კითხვა. ვინ იყო? ან ვინ შეიძლება ყოფილიყო? რაღაც მიდიხარ? არნოლდი ბავშვობაში. ვინ იყო არნოლდი ბავშვობაში? და მან გადაიცემა ეს პრიზი, სტეპლერი, ჩვენ კიდევ გვაქვს ისევი და პერიოდულად შემოგაწოლებთ. სხვათა შორის აგერ ეს ფუტკარი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, არის ფუტკარი როგორც აფთია ხარ. ახეთ ეს წამას ჭამს, ნახეთ ეხა. კარგი, ეს არის ზღვის ტყავისგან დამზადებული ნამდვილი ზღვის ტყავისგან. აი, როგორც უკვე მოიხსენებათ, როგორც თავში აღვნიშნეთ, ჩვენთან არის სტუმარი ზურალეგიაშვილი. რომელიც გახლავთ სხვადასხვა სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერში ვარ. ნებისმიერი კითხვა მითხარი, ნებისმიერი კითხვა, რომელსაც პასუხი არ გაქვს, მე გავცი. კარგით. ვის შექმნა ასტრონავტი? ასტრონავტიკა შექმნილია ბრიტანელი ფილოსოფოსის მიერ, იუგენიე პაპასკირის მიერ. რუსია, კი. იუგენიე პაპასკირი, ცნობილი ასტროფიზიკოსი. ნებისმიერი კითხვა. ვინა ფერბურთი იყოს? მე მაინტერესებს მაინც ასტროლოგია. პირველი მიკროსკოპი რომელ წელს შეიქმნა? პირველი მიკროსკოპი შეიქმნა 1415 ანუ რიცხვების მაგალითად რო აირა აქტიურად ესპანელი იყო ზაფხული წვიმდა მოდი ლექსად გეტყვი დაადრგუნონ ჭიანჭველებმა ზურმუხტი დედა და თუ გავცილდი ზურმუხტი დედა შობელი მამა დედა
ეს გამახსენდა. ეს არის ფეოდორ პუშკინის სხვათა შორის ეს ტიხატვარი ეს ლექსი პირველად რომ მომესმინა მე ხა გამახსენდა რომ აბეტირებოდა. იმათ რომ მომესმინა. სხვა კითხვები თუ სხვა კითხვა, კარგი, მე როგორც წენა გამოაცხადე, თუმცა ვერ მოვასწარე სულად გამოცხადება დავსკიპოთ ეს სკიპის სტუდიაში. ოკეი. ეს არ დაისკიპება ხო დაისკიპება. მიდიება. დავისით. კი. ხო, როგორც თავიდან მინდოდა აგვეხნიშნა, ზურა ლეკიაშვილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანია, რომელიც დღეს ჩვენთან სტუმრად არის, მაგრამ ამ ბოლო დროს გატაცებულია მეცნიერებით და ძალიან ბევრი ცდა საინტერესო ცდა ჩაადერა, რომელიც სხვადასხვა არ უთქვამს ჯერჯერობით და არ ამბობს არავისთან და დღეს პირველად მოუწდება საკუთარ თავს ასე ვთქვათ. თვითონ არც ეძახის მას ცდებს. ხე არც ვიკადრებ. ხო, არც იკადრებს. ანუ ჩვენ რეალობაში გადმოიტანეთ. ჩემს მაყურებელს არ ვაკადრებ და თუ ვაკადრებ, ესე იგი საკადრებელს იბადდება. კარგი, გადავიდეთ შეკითხვაში. ზე უასახად შეგიძლიათ რა ცდებია ხო და რატომ არ აფიშირებთ ამით რატომ არ სტანდირებთ პირველ რიგში იმიტომ არ ვაფიშირებ რომ არ ვარ აფიშოლოგი ოფშორ იმიტომ რომ არ მინდა მაყურებელი იყოს აფიშირებული when მაყურებელი როგორ ინგლისურად watcher population is officially published and so on. Great Britain. Okay, გადავიდეთ უშუალოდ შეკითხვებზე. რომელიც დაჩაატარეთ, რა შედეგები მიიღეთ და რატომ არ ეძახით ამას? მოდი აბა დისკუსიაში რომ მითხრე. დისკუსიაში ხო არის ხოლმე წინადადებაში მითხარიო. აი დისკუსიაში რომ დისკუსიაში აი მე არ მესმის რატომ აიც და მაინც ცხოველებზე რო ატარებენ ცდებს რომ რატომ არ ვატარებთ ადამიანებზე ან თუნდაც რატომაც ისე ჯერ მოდი აი კითხვას შეგიძლიათ რატომ ვატარებთ ადამიანებზე და არა ცხოველებზე დიახ პირველ რიგში იმიტომ რომ ადამიანი არის homo sapiens ადამიანი შეიქმნა ადამიანი იყო არც და სხვადასხვა სამფუძველი რომ ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია. თქვენ ჩაგიტარებიათ რომ ესეც ცდები? ორჯერ. მე კარგით მე გეტყვით. მე ჩავატარე ცდები. მითხარით აბა? მე ჩავატარე ორ ადამიანზე სხვათა შორის თუ სხვადასხვა ადამიანზე თუ ერთ ადამიანზე მან სხვადასხვა ადამიანზე ამ შემთხვევაში და ერთზეც პარალელურად. ანუ დავკრ ორ სხვადასხვა ადამიანზე და ამ ორივე ერთზე და ორ ერთნაირ ადამიანზე არა ორ სხვადასხვა ადამიანზე ჩავატარე ეს ერთიც და იგივეც და ჩავატარე ამ ერთზე და იმეორე სულ სამის ერთდროულად ანუ თუ კომუნიცირებდნენ ერთმანეთთან თუ ქონდა ადგილი გამიჯვეს ვუთხარი სხვადასხვა სიტყვები ორივეს და თუ გამოიცნობთ მეთქი და პროფესიონალური მიდგომა. მე ესეთი ცდა ჩავატარე. ანუ ადამიანს ვუთხარი რომ ეთქვა მეორესთვის კი ერთი. გამქე? ერთ ადამიანს მეორესთვის ერთი თუ მეორესთვის პირველისთვის ერთი. ეს ეთქვა ერთი, პირველს ეთქვა მეორესთვის ერთი და მეორეს ქონდა უფლება რაც უნდა ეთქვა. და იმან უთხრა ორი. და უკვე შემოვიყვანე მესამე ადამიანი. ეგრე გამოდის. ერთი, არა, მეოთხე ადამიანი. მეოთხე თუ ეთქვა და სამს და არ უთხრა. არ უთხრა. ეგ რა დაასწრეთ? მაგე დავასკენ რომ ადამიანს არ აქვს იმისი ნიჭი, რომ ასიმეტრიულად მიხვდეს დედუქციას. ეგ არის პირველი ჩემი კანონი დედუქციული უსამართლობის მეთოდები. მიდგომ. მეთოდები და მიდგომა. ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის მაგაზე მეც თქვენ აი სულ მაინტერესებდა ხა მე როგორც სტუმარიზა თქვენ როგორც ჟურნალისტი ხო? ჟურნალისტი. თუ ქონიათ ისეთი შემთხვევა თქვენ ცხოვრებაში ან ზოგადად ცხოვრებაში თუ გაგიგებთ ისეთი რამ რაც თქვენთვის მიუღებელი ყოფილა ან მისაღები. ამქვე რომ შევზღუდოთ
თქვენი ჟურნალისტური კი ბატონო ყოფილა ესეთი ზუსტად სამი შემთხვევა ყოფილა აი ამ ცდაზე რომ ვიყავოდით აი ამ დროს მოხდა სხვადასხვა ამას უთხარი ერთი სიტყვა მეორეს უთხარი სხვა სიტყვა და ვერ გაიგეს ანუ ენის ბარიერი ხო არ იყო ენის ბარიერიც იყო გარკვეულად იყო სიჩუმე თუმანად ხომ სიჩუმის ბარიერიც იყო კი ბატონო და შემდეგ ამას რო ვეუბნებოდი სიტყვებს ამას სხვა სიტყვებს ვეუბნებოდი იყო დამთხევი ესენი ვერც ერთი ვერ დაიმეჩა არ მოხდა ბენის დიაგრამირება ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიმეჩა კომუნიცირება არ ხდებოდა აბსოლუტურად მაგრამ როდესაც მაშინ და რა როცა სიტყვებს მე თვითონ შეგნებულად ვამთხოვეთ მაშინ იცნობდნენ კი იცნობდნენ მეტწილად იცნობდნენ მე იგივე ცუდა ჩავატარე თევზებზე დიახ ესე იგი აკვარიუმში ყავდა თევზი შეიძლება რომ მე თევზი როგორ მიყვარს აკვარიუმში ყავდა თევზი და იმედია წყალიც ესხა და თევზს ყითხე აი კეპიცები თევზს ყითხე ნუ თუ ას და თევზმა ასხი დამიბრუნა დღემდე შოქში ვარ ას ნუ თუ ანუ ეს არის ვერლიბრი ეს არის ეს თქვენ პირველ პოეზიასთან კავშირდება კი მე ზოგადად ანუ ვარ პოლიტოლოგი აი პოლიტიკის შესახებ რაღაცები ვიცი რაღაცები არ ვიცი მაგრამ რაც არ ვიცი იმაზე არ ვიტყვი რომ ვიცი ძალიან ბევრი ადამიანმა დამირეკა თქვენზე რომ ზურა პოლიტოლოგია ზურა პოლიტიკა დღეს მაგალითად არ მინდა რომ ჩვენს ქვეყანაზე მე არ ვარ ისეთი პოლიტიკოსი რომელიც პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი რომელიც მე შემიძლია სხვა ქვეყნებზე ვისაუბრო ბრიტანეთი იაპონია მაკდონალდსი მადაგასკარი შრი-ლანკა არ არსებობს ქვეყანა კარგი შრი-ლანკას ნებისმიერი ქვეყანა მითხარია მის დედაქალაქს ვერ დაგისახელებ შრი-ლანკა აბუ-დაბი შემდეგ ბრაზილია არგენტინა ადისაბობა აბუ-დაბი აი არა real time შეგიძლიათ აი რამე დააფიქსიროთ real time აი მაგალითად დედამიწა ბრუნავს real time-ში როგორც ასტრონომიას დაუბრუნდეთ თქვენ თუ შეგიძლიათ ისეთ წერტილზე მოთავსდეთ დედამიწის ატმოსფეროში რომ მოდო კი ბატონო რომ დედამიწის ღერს რომ მოსდოთ ერთით არის ჯოხი რომელსაც წონა არ გაგახსენებული არ ჯოხის წონა და სიგრძე თუ შეგიძლიათ ეგ არქიმედემ რო თქვა მომეცით საყდენი წერტილიო და მე იმასო მე მივეცი აი ვერ გაგაკეთე მე გავაკეთე ეგ მოხდა ზუსტად არ არის შესახებ სწავლები არ აბაზრებთ არა არის მაგრამ გაბაზრებული არ არის კარგი, შემდეგი ჭრა გვაქვს ახლა ჭრა და მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი შემდეგი საჩუქარი, რომელიც არის ასე ვთქვათ, highlighter. პერსონალის მარკერია. არანაირი მარკერი. ეს არის ღამის ნათების დეტექტორი. კი ბატონო, ფოსფორს შეიცავს, ანუ იჭმევა. და შეგიძლიათ გახსნათ და უკვე მარკერი. უსუნოთ კი. კარგი, შეგიძლიათ გაათამაშოთ ეგ. ამ მარკერს მოიგებს ის, ვინც გამაგზავნის შეტყობინებას ამ ნომერზე. ველოდებით ამ ნომერზე შეტყობინებას. რომელი საათია მე მგონი ჩვენ კიდე გვაქვს დრო. კი, მაშინ გავაქვს. მოდით მაყურებელი რომ ჩავთვით ახლა მაყურებელს თუ აკითხები. მოდი თქვენ მაყურებლის სახით დაგვიშვით კითხვები. კი ბატონო. მოდი თქვენ შევცვალოთ ჩვენი დარჩენის სტრუქტურა. თქვენ ამბობ პასუხს და მეგეუბნებით კითხვას. როგორ ხდება? კი ბატონო. იყო შეიძლება. პასუხს და ფუნიკოლიორი მაშინ აქტივით დავიწყოთ. კი ბატონო. კი, ფუნიკოლიორი. P U N I K 17 ვარი ფიქრობთ. 11. 11 ასკანი შემდგარი თქვარი ფუნიკოლიორი. რამდენისგან არის შემდგარი და გეკითხა? კითხები. რასოს? კარგი, თუ მაშინ იგივე თამაში თუ გიდოთ ცოტა შეცვლილი თქვენ
მე დავსვა კითხვა. არა, კითხვას თქვენ დაშვით, პასუხიც და მე გეტყვით. მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ. თქვენ თქვით პასუხი და იგივე პასუხს გავიმეორებ მე. კარგით. გავაკეთოთ. ალბათ არ შეცვალოთ მე. ხურთუგი. როკი ჭირდა. გაიმეორეთ უკვე. ჩათვალოთ ეს დარწმუნებული ხარ. კარგი. მაშინ რაფერის ხურთუგი თქვია? ალბათ ხუთელი. არა, შავი, იმიტომ რომ შესუკან არის. და თქვენ მოიგეთ შავი ხურთუგი. SMS-ი სტეპლერის თქვენია და მარკერი, ფოსფორ მარკერი. მადლობა. პირველი ლეველი დამთავრებულია ჩვენადავე შემდეგ ტურში და შემდეგი ტურის შეკეთება. მე მგონი ენა კარგად ხედავ. ნელ-ნელა უკვე ასე თქვა გუშინთელი გადაცემის შემდეგ. აბა ეხლა ის პრემონდეი გადასახედიდან ის ცდის მონწილები დაიმეჯნენ თუ არა? ის ვენის დიაგრამაზე რას მოგახსენე, ხო? მე ესე გავართულე შემდეგ და სიტყვებს რასაც ვეუბნებოდი ცდის პირები დავაახლოვე ერთმანეთთან. ჯერ არა უყოთ. უთხარ და გაახლოს დაძაბულები იყლებოდნენ ერთხელ ერთმანეთს ვისთან გაახლოს არ იცი იქნებ ვიცნობ მეთქი მინიშნება უხარ იცნობ იცი მეთქი მეორეს უთხარი არ იცი მეთქი რა ესე დამერჯე ხო თითქოს პიროვნებები ეს ფეს როგორი განცდა დამეფრეთ ერთმანეთს შეხვედროდნენ ესენი და რომ ეთქვა იცნობ და არ იცნობ მეთქი რასაც ესენი განიცდიან ის განცდა დამეფანა მიხდით და ხო ამას ხო ვეუბნებოდი სხვადასხვა სიტყვებს და შემდეგ არაფერს აღარ ვეუბნებოდი. გაჩვიდე, წავიდეს. მე ხო დავაახლოვე, დაიცა დავაახლოვე როლის საჭა. ძალიან საინტერესო ის იყო. რო დავუყოთ. დავიკეთე, კითხება. თვითონ გამარჯობათ, რა მინდა კითხოთ, ვის მეორეც ის ხო, რო დაგაახლოვეთ? მე? ხო. არ ესე დამეჭირები არის. კარგით, ამ შვენიერ განწყობაზე დაგემშვიდობებით, წინა გადაცემას შემდეგში შემოგთავაზებთ და გვიყურეთ აუცილებლად. გვიყურეთ და ჩვენი სლოგანია ვინც გვიყუროს, იმან გვიყუროს. და ჩვენი სურპრიზი არ ჯერ კიდევ არ დაპირებული სურპრიზი. რომელსაც შემდეგ გადაცემა შემოგთავაზებთ. ჩვენი ვიდეო, ეხლა გეტყვით, მაგრამ შემდეგ შემოგთავაზებთ. ჩვენი ვიდეო შეგიძლიათ უყუროთ როგორც ერთად, ასევე გასწრდოთ და ორიც სხვადასხვა დამოუკიდებლად სხვადასხვა აზრი. მაგრამ ორჯერ მეტი დაგვრჩილებათ, ამიტომ გვიხურეთ ერთად.